პროტესტი უკვე 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს და 4 ოქტომბერიც ჩემთვის არის პროტესტის ერთ-ერთი დღე, იმიტომ რომ მე ჩემი თავისთვის არანაირი დედლაინი არ დამიწესებია. ისიც ვიცი, რომ რევოლუციას მე არ ვაწყობ, ხალხი აწყობს ამ შემთხვევაში და ხალხის სახელით ვერაფერს ვერ დავპირდები. მე ვიცი, რომ ჩემი დედლაინი, ჩემი წამზომი გაჩერდება იქ, როცა გავიმარჯვებ. ჩემი ფინიში არის გამარჯვება. ეს 4 ოქტომბერს მოხდება, 9 ოქტომბერს მოხდება, 29 დეკემბერს მოხდება. ამის მიუხედავად აქ ვიდგები, ამის მიუხედავად ვიბრძოლებ და მჯერა მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტის, იმიტომ რომ მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტს აქვს გაფართოვების და ყველას მოწვის ძალა და ზუსტად ყველას მოწვა ის, რაც ჩვენ გვჭირდება რეჟიმისთვის ძირის გამოსაცხელად. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გამოვიყენებ ამ შესაძლებლობასაც და ვიტყვი, რომ ძირი რომ გამოვუხარეს ჩვენ რეჟიმს, გვჭირდება რომ მისი დელეგიტიმაცია ადგილობრივ დონეზეც მოვახდინოთ. არა მხოლოდ საერთაშორისო და ნაციონალურ დონეზე, სადაც ის რეალურად დელეგიტიმირებულია, არამედ ადგილობრივ დონეზე, რომ რეგიონებში, სოფლებში ყველამ გაიგოს, რომ ამ რეჟიმის ნება არ სრულდება და არჩევნებად წოდებული ფარსი საზოგადოებისთვის საინტერესო არ არის. ამიტომ არ წახვიდეთ არავითარ შემთხვევაში 4 ოქტომბერს იმ ფარსში, რასაც რეჟიმი გთავაზობს. ან გამოდით მშვიდობიანად რუსთაველზე, ან იყავით სახლში. უბრალოდ არ წახვიდეთ და არ გახდეთ რეჟიმის თანამძრახველი ხალხის მოტყუებაში.